ძალიან ცხელი. დავიღალე, მოკლედ ძაღლის კუკუში გავყავი პირდაპირ. გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით. თამბნეილით მიხვდებოდით სადაც ვართ, ძაღლთა თავშესაფარში ვართ. ხმითაც მე მგონი ხვდებით, რომ ძალიან ბევრი ძაღლია, ძალიან ბევრი ყებს და არ ვიცი, იმედია კარგად ისმის. აგერ ვიღაცაები მე მგონი მოვიდნენ, რომ იშვილონ ძაღლები და თავიდანვე მოგიწოდებთ ყველას, რომ ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, რომ აიყვანოთ ძაღლი, მოუვაროთ უპატრონოთ, ხუჩი ძაღლები არიან აქ, შეფარებულები და ელოდებიან მზრუნველ პატრონებს. ეხლა თქვენ არ გესმით, მაგრამ აქ ყეფაში ეგ არის, რომ წაგვიყვანეთ. ესეთ რაღაცებს ამბობენ. მოკლედ ერთ-ერთი მოხალისე დამიკავშირდა მე Facebook-ზე, რომ აი ესეთი ძაღლთა თავშესაფარი გვაქვსო, ირგვლივ ბალახი გაგვეზარდაო და თუ შეგიძლიაო, მოდიო, დაგვეხმარიო, გაგვითიბეო. მეც, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით დავთანხმდი, მოვედი და ეხლა ვაპირებ, რომ გავთიბო ირგვლივ. იდეაში პრობლემა წარმოადგენს გარე ტერიტორია, იმიტომ რომ ეხლა ვართ ლისზე, შესაბამისად აქ ბევრი გველები არიან, ტკიპები და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა პარაზიტს იზიდავს ესეთი გაზრდილი ბალახი. ეხლა მე ვეცდები, რომ ირგვლივ გავთიბო, ცოტა გავასუფთავო, რომ დაბალი ბალახი იყოს და შემდეგ უკვე შიგნითაც რაღაც პატარ-პატარა ბუჩქები არის. აქვე გეტყვით, რომ საჩუქარი მაქვს, მათთვის წამოღებული ჯერ არ იციან. ჰოლსთან ერთად გადავწყვიტე, რომ ვაჩუქოთ შპინდელის ახალი ტრიმერი. რაღაც მრავალფუნქციური, რომ მომიტანეს მერე ცოტა მეთქი ხო არ ვათხო ჩუქების ვაგივრად, მეთქი იმდენად მომეწონა, მაგრამ მოკლედ ძალიან კაი ტრიმერი მაქვს წამოღებული, რომელიც ახლა გარე ბალახისთვის, დიდი ბალახისთვის არ არის გათვლილი, მაგრამ მე რო ამას მოვაწესრიგებ და დაბალ ბალახს რო დავტოვებ, შემდეგ უკვე თავის ძალებით გაართმევენ ხოლმე თავს. მით უმეტეს აი შიდა ტერიტორიას ეყოფა კი არა, ამოუვა ყელში. მოკლედ მაგას ბოლოს ვაჩუქებ. კაი? ეგ არის, ახლა გავესაუბრებით თავშესაფრის წარმომადგენელს, მოხალისე გოგონას, რომელიც 1-2 სიტყვას გვეტყვის, მერე კი შეუდგებით საქმეს. ახლა წავედით გავესაუბროთ სალომეს. ეხლა ესენი აგრესიულები კი არ არიან. ამბობენ, რომ წაგვიყვანეთ. გამარჯობა სალომე. სალომე არის ამ შემთხვევაში თავშესაფრის წარმომადგენელი და ეხლა მოგვიყვება პატარა ისტორიას თავშესაფრის შესახებ. რამდენი ხანია დაახლოებით, რაც ეს თავშესაფარი არსებობს, შენ რამდენი ხანია რაც აქ მუშაობ, რამდენი ძაღლია და ასე შემდეგ. პატარა მოკლე ისტორია, აბა, მოგვიყევები. თავშესაფარი დარეგისტრირებული იყო 2009 წელს და 2010-დან 2011-მდე შენდებოდა. და ნუ დღემდე არის. მე აქ ფაქტია რომ? როგორც ხედავ. მე აქ ვშავ დაახლოებით 3-4 თვეა. 50-დან 60-მდე ცხოველი ყავს. მაგრამ ასევე შემფარებლებთან ყავს დაახლოებით 1-10-20 ძაღლი. თუ ადამიანს მოუნდა ცხოველის აყვანა, რა უნდა ქნეს ადამიანმა, რომ ძაღლი შეიფაროს. არ ამგონია, რომ ყველას ატანდეთ, ხო ესეა, რაღაც პასუხისმგებლობა იქნება. რომ მოვიდეს მაგალითად ჩინელი, რომელიც ესე გამზადებულია საჭმელად, არ ამგონია, რომ არა, ამას ამოვიჭერებ. კარგი რა, კაი, რომ მოვიდეს ადამიანი და აყვანა მოინდომოს, აბა როგორ ვატანთ ცხოველს. შეუძლია ან მოგწეროს, საიტი გვაქვს, ან შეუძლია მოვიდეს, ცხოველთან გაისეირნოს, ნახოს თუ მოწონს, შემდეგ რამდენიმე შეკითხვას დაუსვათ მაგალითად ბინაში ცხოვრობს, თუ კერძო სახლში არის. ხო, შეუძლია თუ არა, პირობები აქვს თუ არა ისეთი რომ შესაბამება ცხოველი, თუ ახლა ძალიან ენერგიულია, ბინაში არ დამოვა იმ ცხოველის შენახვა და მაგის მიხედვით ურჩევთ. მე ხდება ხოლმე რამე მონიტორინგი ამ გაშლებული ცხოველის. კი, გადამოწმება ხდება, ან ვიდეო რო ჩაგვიგდოს ამ ფოტოზე. ჩვენიერი ამბავია. შენ მუშაობ ესე იგი 2-3 თვეა, ხო? 3-4. 3-4 თვე. არ გაწუხებს ეს ყეფა მუდმივი? ჩვენ მოვედით 1-15 წუთია და ესე იგი გიორგი და ნინო არიან. აქ ძაღლებს ქვია გიორგი და ნინო და არ ჩერდებიან ყეფელი და ყეფა. არ გიფიქრია რომ ახლა გავხსნი კარს და გავუშვებო ამ ძაღლებს. ანუ იცი როგორ არის? ახლა სანამ თქვენ ხართ მოხალისეები, მანდ ყეფენ, იმიტომ რომ უცხო პირს ხედავენ, თორე ისე წყნარ თორთ ხოლმე მე და ესენი. ძირითადად მე ვლაპარაკობ. და მე ყეფ, თორე ესენი ჩუმად არიან ხოლმე. შვენიერი. ვისაც კიდე დახმარების სურვილი გაქვთ, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ბიზნეს ცენტრი და არ არის კომერციული ორგანიზაცია, რომელიც რაღაც თანხებს შოულებს.
მთლიანად მე მგონი დონაციებზე და შემოწირულობებზე და ამაზე არის დაფუძნებული. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ რომ ან თანხა ჩარიცხოთ, ან საჭმელი მოიტანოთ, ან მოხალისედ მოხვიდეთ ხოლმე, ძაღლები გაასეირნოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ სურვილი აქვს ადამიანს რომ რაღაცა წვლილი შეიტანოს, მე მგონი ძალიან ბევრი ისეთი აქტივობა შეუძლია რომ გააკეთოს, რომ ყველას რომ მოერგოს რა, ვისაც ფინანსური დახმარება უნდა, ფინანსური, ვისაც ფიზიკური. ეგეთი ამბავია რა. რა იყო? სალოდო. ესე იგი, ჯერ ვფიქრობ რომ გავასუფთავო ეს მხარე, მერე გავყვე ასე პირდაპირ, იმიტომ რომ ეს არის იდეის შესასვლელი და უფრო მოწესრიგებული იერი მიეცემა. მერე არის უკანა მხარე, სადაც იდეაში რთული მდგომარეობაა, უფრო დიდი ბალახია ძალიან ამოსული, სავარაუდოდ რაღაც უფრო ჩრდილიანი ტერიტორიაა და დიდი ბალახი გაიზარდა. იმასაც მივადგებით და გავასუფთავებ. თქვენ კი გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო. ჩემი ხათრით თუ არა, ცუგოების ხათრით მოიწონეთ და გამოიწერეთ. კომენტარებში დამიწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ. მოკლედ, რა ვიცი, უდიდესი მადლიერება აქედან ამ თავშესაფარს და კიდევ სხვა თავშესაფრებს, რომლებიც ესე აქტიურად არიან და ესე ზრუნავენ მოკლედ ცხოველებზე რა. ჩვენ კიდე რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ ჩემი აზრით. სათიბელა რა თქმა უნდა, Lux Garden-ის, რითიც დღეს ვიმუშავებ. ეხლა მინდოდა მაგარი რაღაც ჩვენება, ჰოლსზე ვიყიდე მე ეს ყუთი, გიჟივით ყუთი, ნახეთ. ოპა, ჰოპ, ბორბლები აქ, წაიღე წამოიღე. აქამდე დავდიოდი ხოლმე სულ სათიბელის ყუთით, აი Lux Garden-ის სათიბელა რაც იყო მწვანე ყუთი, მაგაში ვტენიდი ხოლმე ყველაფერს და აი არ ვიცი, სამარცხვინოს აქციელი იყო ამ ხება იუთუბერ ადამიანს, უკვე რომ ხედავდნენ ყუთი გადმომქონდა ხოლმე, ცხვენოდა და ეხლა უკვე ესეთი ჯერ შიგნით დაორგანიზებული არ მაქვს ესე ჩავყარე რაღაცეები, ბევრი, მაგრამ ხელა სივრცეა რომ მოკლედ ყველაფერი ჩაეტევა, ასე რომ ძალიან პრაქტიკულია რა, აქ ორგანიზერებს ჩავალაგებ და ყველაფერს თავისი ადგილი ექნება. ეს სტრიმერი გვაქვს წამოღებული რომ დაუტოვოთ თავშესაფარს, რომ შიდა ტერიტორიას ამით ძალიან მარტივად მოუვლიან ხოლმე. მადლობა აქედან ჰოლსტს რომ გამომატანა და მოკლედ ერთად ესეთ კაი რაღაცას ვისავთ რა. ეს დავმალოთ ეხლა რომ არ დაგვინახონ. ზიზია ხელთათმანები. Black coffee and a white shirt. I fell asleep, put up bets. I woke up with the birds. Puffing on a chronic gas, whipping, taking turns. Burn bridges, pack fridges, and stay alert. Don't keep the info on me when I step, so to never know the next step. That's how I express unconditional love up in a nutshell. How shall I overcome what I can't confess? Nanny used to keep the family tight. Made amends and food and holidays that we come first. Papa tab, let a gear stick switch right dirty in the slums. That salute when we come past. I'm talking broken souvenirs that are still precious. I'm talking grew up in the slums, gotta keep pressing. Talking magnificent slang from the street sections. Talk the real talk, sunny hoodies and big curtains. Talking strict credentials, shiny big pendants. Floor belong to the creek streets and big bandits. I'm talking grew up in the slums, gotta keep spending. I'm talking medieval tapestries and defenders. Yeah, we've been through a lot, but please don't ask about it. Home of demons, a dream fact up in the mountains. Kilo stepping, but block surfing and stock counting. And if we ever cross paths, I don't know about it. Black, through the window with the mad view. Love for the mother that has had you. Smoking on a chronic gas and the jet fuel. ხარ ვიცი, აი ორი პირი უკვე გაფუჭდა და დაიღეჭა. აი ესა ჩვენ რა, აი სავსეა ქვევით და ეს ზემოდან რო უყურებ არ ჩანს. გონია რომ ბალახია. ჰოპ, მოუსვავ და აი ესეთი რაღაც დაგხვდება. ეს აი ხო არ ჩანს რა, რეალურად აი რამხელა ქვები არის. აი ეს და რა გაეწყობა? ნუ რასაც შევძლებთ, აი ეგ არის. კაია რომ რამდენიმე პირი მაქვს წამოღებული, მაგრამ Young buck 13, he gon' watch us do a thing on the block, he gon' whistle if the cops come. I remember uncle used to burn his hands out. I'm staring at the moving trees when the birds out. Light a douse, the mood swings, the burnouts. Some things never change as it turns out. Real G's moving silence, keep the max out. It was called burn bridges just to max out. Used to be risky on our post, got that packs out. Keep the clock, but with heavy bangers when we stepped out. Yeah, hop out of the whip, but bring the bags
bags out. Carry cargo on my jacket so it's bagged out. We be posted on the spot till the bag's out. Yeah, I'm with the pirates on the boat, we keep the flags out. Up on the corner with the flowers bloom. Big about the homie work shift till he blacks out. I'm posted in the slums with a tribe and my people keep the breach holy till it burns out. Yeah, up on the corner where the flowers bloom. Bigger while the masked out kids move the vans out. Yeah, most of them raised by the wolves, so ain't no doubt they're gon' keep the blades and the fangs out. Masked out for the field, she cares for the dogs on the corner of the block where she hangs out. Some things don't reveal, observing the leaves fall in the concrete like it's planned out. Up on the corner where the flowers bloom, bigger we be posted where the pirates got the flags out. Gripping grain, spinning wheels, my jeans stay second, my pocket carry the cargo so it backs out. Yeah, up on the corner with my bunny smoking lace, so it is with jet fuel coming puffs up. Yeah, I'm about 13, he go easy through the windows while his pups in the can, he gon' rough some. See the cuffs, we gon' whistle, baby, this is how it is. Up in the jungle on the block, that's how it comes, son. Yeah, I'm about 13, he gon' Სოდახანი დავისვენებ. Ძირითადი ნაწილი მორჩენილია, დარჩენილია იქ ყველაზე რთული რაც არის, ძალიან დიდი დიდზე რაც არის გაზრდილი. წყალს დავლევთ, ცოტა რაღაც შევისვენებ და მე გავაგრძელებთ. ძალიან ცხელა. აი რა, ეხა რეკლამების ყურება, რა თქმა უნდა, ხალხს არ უყვარს, მათ შორის არც მე, მაგრამ ბევრი მეკითხება, რა სათიბელა არის კაიო. ფაქტია, რომ 40 გრადუსი სიცხეა, აი საშინელი სამუშაო პირობებია და გიჟივით მუშაობს რა ლუქს გარდენის სათიბელად. რა მეტი რა უნდა ქნეს ახლა. თავისით ვერ გაუშვებო. წავიდეს და გათიბოს, ეგ ფუნქცია არ აქვს. ეხლა დავისვენებ და შეუდგები მერე საქმე. არხი გამოიწერეთ, მოიწონეთ ვიდეო და დააკომენტარეთ კარგი კომენტარები. Black coffee and a white shirt. I fell asleep, put up bets. I woke up with the birds. Puffing on a chronic gas, we've been taking turns. Burnt bridges, pack fridges, and stay alert. Don't keep the info on me when I step, so to never know the next step. That's how I express unconditional love up in a nutshell. How shall I overcome what I can't confess? Nanny used to keep the family tight. Made amends and food and holidays that we come first. Papa tab, let a gear stick switch right dirty in the slums. That salute when we come past. I'm talking broken souvenirs that are still precious. I'm talking grew up in the slums, gotta keep pressing. Talking magnificent slang from the street sections. Talk the real talk, sonny, you listen big curtains. Talking strict credentials, shiny big pendants. Flow belong to the creek streets and big... დავიხალე. ეგ არის რა. რაც ისეთი იყო. ჩაულებრივი ადამიანისთვის. ცოტა ცულად შესასრულებელი ეგ გავიარეთ. დანარჩენი მოხალისეები, ვისაც გინდათ კაი საქმის კეთება, ამოდით და უფრო მოაწკრიალებთ და მოასუფთავეთ აქაურობა. აი, გავიდეთ ახლა წინა ეზოში. პატარა კოსმეტიკა ჩავუტაროთ, საჩუქარი ვაჩუქოთ ჩვენ მასპინძლებს და ეგ იქნება დღეს. მე დავიღალე მოკლედ თივით და ახლა გადავცეთ საჩუქარი. და მიხედავ მე მგონი თვითონ. ახლა შევუტანოთ სალომეს ავუხსნი რაღაცებს. რა თქმა უნდა, იქ შეგნით რაც უხეში ბალახია, მე მოვთიბაო და მე უკვე ესეც თავისუფლად გავუმკლავდა. ასე რომ, წავედით ახლა შევუტანოთ. ეს არის თქვენი საჩუქარი. ეს გამართვე და აგიხსნი ახლა თან რაღაცებს. Holst gym და მე ესეთი პატარა საჩუქარი გავუკეთეთ თავშესაფარს. ვინაიდან ეს დიდი ბალახი არის, მაგას ცოტა ისეთი მძიმე ტექნიკა სჭირდება, რითიც მომუშაობ. ეს არის უფრო ისეთი მსუბუქი საქმეები. ეხლა გავაკეთოთ unboxing-ი. გავაკეთოთ. ეს არის დამტენი. ამის გახსნა რა ვიცი. ეს არის ელემენტი, რომელიც მე გუშინ გავხსენი, დავტენი. და აუ ეს უნდა უთქვა გუშინ რომ ვამბობთ. აი ელემენტიც არის და ელემენტიც რა. ეხლა ნახე. მე მიყვარს ძალიან ტექნიკებში რომ არის დამალული რაღაცა პატარა დამატებითი ისინი. აქ USB პორტი. აი ხო შეუძლია რომ ყველა ელემენტს ქონდეს აი ესეთი USB პორტი, რომ ტელეფონი რო დაგიჯდა შეაერთო, ტელეფონი დატანო. აი რთულია. ეს რაღაცები ზე მეკეტება. ეხლა ამოვიღოთ ინსტრუმენტები, რომელიც იდეაში 4-1-ში უნდა იყოს. და ვნახოთ აბა. ოპა.
ოპა, პარკებში ნახე. ეხლა უნდა გავუგო მეც ამას, იმიტომ რომ ჯერჯერობით მეც არ მჭერია. მე შენ აგიხსნი და მე ვინც ითავებს მაგ საქმეს შენ იმას აუხსენი. თუ არა და შემოვა ჰოსტის. აი. შენ არ გამოგიწერია ჩემი არხი ხო ჯერ? ოპა, აი, ინსტრუქცია ვისჭირდება. ამას გახსნი. ეს გამოვა. მე ისევ დაკეტავ. ეს. ოპა. ეს იცი რა არის? ეს არის აი ბეტონი რო არის გახეთქილი. იქიდან ამოდის ბალახი. ამას დავუმაგრებ და იმ ბალახს გადაულის და გაასუფთავებს. ბეტონს არ დააზიანებს, ბალახს კიდე მოსპავს. ცოტა ხანში ვცადოთ. ეს რა არის? ოპ. ხო, ეს არის ცოცხის ფუნქციას ასრულებს. ესეც რამე აი ბეტონზე რო არის დაყრილი ან ქვაფენილზე ან რაღაცაზე, ამას დაუმაგრებ და გადაგვის გიჟივით. მაგ ფუნქციას ასრულებს. Სადოთ ახლა რამეზე? მოკლედ ძალიან კაია რა. Gear stick switched right dirty in the slums that salute when we come past. I'm talking broken souvenirs that are still precious. I'm talking grew up in the slums, gotta keep pressing. Talking magnificent slang from the street sections. Talk the real talk, sonny, you listen big curtains. Talking strict credentials, shiny big pendants. Flow belong to the creek streets and big bandits. I'm talking grew up in the slums, gotta keep spending. I'm talking medieval tapestries. გავედით ბოლოში. შემოურბინეთ მთლიან თავშესაფარს, გავასუფთავეთ. გაითიბა ძალიან დიდი ხნის მოუთიბავი ბალახი. ეზოშიც რაღაცა რაც ისეთი მსხვილი იყო. გაითიბა, რაც არ არის მსხვილი კიდე. აგერ მოხალისეები რო არიან, ცოტ-ცოტას გაერთობიან ხოლმე. მე დავიღალე დღეს დავისიცხე. მადლობა Lux Gardens, ესეთი კაი სათიბელა რომ აქ და გიჟივით რომ მუშაობს. მადლობა Holsts, რომ ესეთი მშვენიერი ტრიმერი გამოუგზავნა საჩუქრად. ამ კაი ხალხს დარწმუნებული ვარ რომ კარგად გამოიყენებენ და დანიშნულებისამებრ იხმარენ. თქვენ კი გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. თუ ეს ამ ტექნიკის შეძენა დაგჭირდებათ, როგორ ყიდულობთ? 1500-მდე მაღაზიაში იყიდება ესეც Lux Gardens და სხვა ბევრი ტექნიკა, თუ არა და შედიხართ Holst G-ზე და უფასოდ მოაქვს თქვენამდე. მეტი რა ქნა. აბა. კაი, ეხა ისევ პატარა ბალახს მივადგეთ ამ ტრიმერით, რომ სანამ წავალთ კარგად გავტესტოთ, დავრწმუნდეთ, რომ გიჟივით მუშაობს და ისე დაუტოვოთ. აი, თუ გინდა რომ ადამიანი დასაჯო, ხრეშზე უნდა ათიბინო ბალახი რა, იმიტომ რომ კენჭებს გესვრის გიჟივით. აი, საშინელებაა რა. მაგრამ ნუ რაც ხა ისეთი იყო, ეგ გავწმინდა. ოპერატორები არ კვდებიან, არიცი შენ. ძალიან მსუბუქია, ანუ აი რა. ჰოპ. ძალიან მსუბუქია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ იხმაროს. და რა ვიცი, გაჭრით ტრიც. ხო, ორნაირი ის მოყვა, წეღანაც ვიდეოში გამოჩნდებოდა. ეს არის blade cutting-ი, ესეთი წითელი და აქ აქვს კიდე დამატებით ნახეთ რამდენი. პირი. და მეორე არის ძუაზე. ეს იხსნება, ძუა ყენდება. ასე რომ დრაზეც გინდა იმაზე იხმართ რა. აი. ხო, ზაღლის კუკუში გავყავი პირდაპირ.